ჩვენ დავიწყებთ ბატონი ირაკლი ალასანიათი, რომელსაც მივესალმებით, მოგესალმები ირაკლი. საღამოშვიდობის. შენ ახლა იმყოფები საავადმყოფოში, ხო? კი, აი ახლა მე დავბრუნდი ბათუმიდან და ვიმყოფები საავადმყოფოში. ამ შემზარავმა ფაქტმა არა მარტო ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს, მთელი საქართველოს მასშტაბით პრინციპში ყველას სიმპათია გამოიწვია ბუკას მიმართ, ალექსი პეტრიაშვილის მიმართ და რა თქმა უნდა გულისწყრომა, რომ ესეთი ვითარება აქვს ქვეყანაში, რომ ესეთი შესაძლებლობები არსებობს, რომ დღისით მზისით ჩვეულებრივ მოქალაქეზეც პოლიტიკურ ლიდერზე აღარ მაქვს საუბარი, რომ ესეთი თავდასხმა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე მგონია, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიციაც და შინაგან საქმეთა მინისტრის უწყფელობაც მე მჯერა, რომ მდგომარეობს იმაში, რომ სწრაფად გამოიძიონ ეს დანაშაული, მაგრამ ბუნებრივია ჩვენ გვაინტერესებს შედეგი. ირაკლი, სწრაფად უნდა დადგეს. რამდენად დაკავებული იქნან ამის შემდენი. რამდენად ცნობილია შენთვის გარემოებები ამ საქმისა? ჩვენ ვიცით, ჭორის დონეზე ვიცით, რომ ბუკა ალექსი პეტრიაშვილი შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა არა მარტო, არამედ რამდენიმე მეგობართან, ის თქვენი კოლეგის და თქვენი მასწავლებლის საფლავზეც იყო მისული ამ დაბადების დღე გახდათ. ლევან მიქელაძის და მეგობრებთან ერთად იყო მისული. ცნობილია, გეტყვი ახლა. დღეს არის ლევან მიქელაძის დაბადების დღე და ტრადიციულად მე არ ვეყავი თბილისში, მაგრამ ჩვენი მეგობრები იკრიბებიან ლევან მიქელაძის საფლავზე, ის ასული იყო, იქ დახვდა რამდენიმე ლევან მიქელაძის ჯგუფელი, ძველი მეგობარი და ამ დროს განხორციელდა თავდასხმა. თავდასხმა იარაღით, ხელკეტით და ბუნებრივია ეს მე მინდა სხვანაირად ვერ შევაფასებ, გარდა იმისა, რომ ეს იყო მცდელობა მკვლელობის. მე მინდა ერთი რამე უთხრა, თქვენს გითხრათ და საქართველოს საზოგადოებასაც, ბუკა პეტრიაშვილს ისე აქვს ნაცხოვრები, რომ მას აესე საფლავზე, საფლავის ქვის უკან დამალული და ჩასაფრებული ადამიანები ვერ მოკლავენ. მას აქვს გადადებული თავის ქვეყნის სიყვარულისთვის, მეგობრებისთვის, ჩვენთვის, აქედან გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე ფეხზე წამოდგება, ამიარებს, მოიშუშებს, გააგრძელებს საერთო საქმის კეთებას და ის, ვინც ეს ლაჩრულად ჩაიდინა, დარწმუნებული ვარ, ვერც სირცხვილს გაექცევა და ვერ გაექცევა მართლმსაჯულებას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწრაფად ეს გამოძიება გავა ბოლოში, აღმოაჩენს ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენს და მეორეს მხრივ, აქვე მინდა ვილაპარაკო იმაზე, რომ საქართველოში ესეთი კრიმინოლოგიური მძიმე სიტუაცია დიდი ხანი არ ყოფილა და აუცილებელია საზოგადოება დავფიქრდეთ, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ. თავრობა უნდა დაფიქრდეს, რა უნდა მოვიმოქმედოთ. მე მგონია, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს, პოლიციას ეხა ყველაზე უფრო სჭირდებათ მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა, ძალებით მხარდაჭერა, რომ ისინი გავუმკლავდნენ ამ მოზღვაებულ ორგანიზებულ დანაშაულს. ბატონო ირაკლი, თქვენ ახსენეთ, რომ საფლავის ქვის უკან ჩამალული ლაჩრულად დამნაშავეებიო. ან დამნაშავე რამდენი იყო? ამის შესახებ გაქვთ ინფორმაცია? ანუ ერთი იყო ადამიანი, რომელიც იმალებოდა? დაადგენს გამოძიება და ძალიან მარტივია ამის დადგენა, იმიტომ რომ არიან თვითმხილველები. არიან ადამიანები, ვინც შეესწრო ამ საზარელ თავდასხმას, ლაჩრულს, იმიტომ რომ სწორედ ადამიანი, რომელიც მეგობრის საფლავზეა მისული და იმას ესე სინიკურად ჩაუსაფრთები და შემდეგ ასეთ იერიშს მიიტან, ეს არის ლაჩრობა, სხვა არაფერი და მე დარწმუნებული ვარ, ეხლა თუ მისმენს ამ ასე თქვა დანაშაულის შემდენი, მე მან კარგად მინდა რომ გაიგონოს, რომ ვერაცდება პასუხისგებას. ბატონო ირაკლი, რამდენი იყო დამნაშავე? ერთი თუ რამდენიმე? თქვენ დაიჩენენ. დამნაშავეები. თვითმხილველი არა ვარ, აქედან გამომდინარე მე ვიცი დაახლოებით რა მოხდა, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ სპეკულაცია. მე მინდა პოლიციას დაველოდო, გამოძიების ორგანოებს, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი პროფესიონალი გამომძიებელი არის უკვე ჩართული ამ საქმეში, მე იმედი მაქვს მათი პროფესიონალიზმს, ამიტომ მე არ მინდა რაიმე ფორმით თქვა ან გამომივიდეს ისე რომ ამ ფაქტები დავამახინჯო, ამიტომ ეს მათი საქმეა. მე ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ქირურგებს და ექიმებს, სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოში, მისი დირექტორის თაოსნობით, რომელმაც ესე რთული ოპერაცია ესე კარგად ჩაატარეს და ასევე ყველას ვინც სოლიდარობა გამოგვიცხადა, აქ იყვნენ პარტიებიდან მოსული, მაგრამ მე ერთი რამ მინდა თქვა, რომ მე ბუკა პეტრიაშვილს პატივს ვიცნობ და მიყვარს როგორც უღალატო მეგობარი, მაგრამ ბათუმი და თბილისამდე ვიდრე ჩამოვედი, ასობით თანამოქალაქე შემხვდა და არ ვიცოდი ასეთი სიყვარული და სითბო თუ ქონდა დათესილი მას და მე მეამაყება რომ ისი მეუღბარი ვარ, ძალიან გვიხარია რომ გადარჩა და დარწმუნებული ვარ ძალიან მალე ერთად გავაგრძელებთ
თქვენი პარტიის წევრები არც ოპოზიციის წარმომადგენლები და არც ხელისუფლების წევრები მით უმეტეს და საზოგადოებაში არ მუსირებს აზრი, რომ ეს იყო პოლიტიკური მოტივი, პოლიტიკური ანგარიშტორების მიზანი იყო, აი ეს თავდასხმის მიზანი იყო პოლიტიკური ანგარიშტორება რა უნდა ყოფილიყო თუ განმარტა უკეთესი იქნება. მე გულისხმობ იმას, რომ ბიძინა ევანიშვილმა შეუკვეთა საზარელი თავდასხმა, მე არ მაქვს არანაირი საფუძველი ეს თქვა. თუ გულისხმობთ იმას, რომ შეიძლება რაღაც პირადული იყო, რაზეც სხვათა შორის აბსოლუტურად ღირსება გაცლილმა რამდენიმე დეპუტატმა დღეს დაიწყო მინიშნებით საუბარი, არც ამის მტკიცება არ შემიძლია. მე ერთს ვიტყვი, დანაშაული მოხდა, დანაშაული უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია. და მე მწამს, რომ საქართველოში ჩვენ უკეთესი საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეგვიძლია. ბატონო ირაკლი, თქვენ რამე კომუნიკაცია დაუდგეთ პოლიციას და საგამოძიებო სტრუქტურებს. თქვენ რაიმე კომუნიკაცია გაქვთ თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მაგალითად და გაქვთ თუ არა რამე კონკრეტული ცნობები ამ დანაშაულის შესახებ? ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო კავშირში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ბატონი ირაკლი ჩიქოვანი და მე მჯერა ის, რომ გულწრფელად უნდა შინაგან საქმეთა მინისტრს, ისე როგორც პრემიერ-მინისტრს ამ საქმის გამოძიება და ბოლომდე მიყვანა. მაგრამ სურვილი ერთია, მე მინდა რომ ქმედება დავინახო და დიდი იმედი მაქვს რომ მალე დამნაშავეები იქნება ირაკლი, რამდენადაც მე ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებდა თვითმხილველებს რომ ეთანამშრომლად მათთან. არის რამე პრობლემა თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ეს ერთი შეკითხვა და მეორე რა ვადებში ელოდები, შენ არ ახარ უცხო კაცი სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის და იცი გონივრული ვადა რამდენია ასეთი დანაშაულების გამოძიებისთვის. რამდენ ხანში ელოდები შედეგს? ჩემი აზრით პირველი იმას ვიტყვი, რომ მე არ მაქვს ესეთი დეტალური ინფორმაცია თვითონ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს ესეთი დანაშაულია, რომელზეც კვალზე გასვლა ძალიან სწრაფად შესაძლებელია, პრინციპში ცხელ კვალზე უნდა მოხდეს ასეთი დანაშაულის გამოძიება და ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ იმას, რომ მე მწამს, რომ საგამოძიებო სტრუქტურებს და პოლიციას ამის პოლიტიკური ნებაც აქვს, სურვილიც აქვს, რომ ეს მივიდეს ბოლომდე. მე ამის იმედს მაძლევს პრემიერ-მინისტრის განცხადებაც, ჩვენი კომუნიკაციაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ზოგიერთი დეპუტატი არასწორი მიმართულებით აკეთებდა განცხადებებს, ამას მე ხა გვერდზე გადავდებ და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დამნაშავეები იქნება დაკავებული. ბატონო ირაკლი, რამე ცნობას სიახლეს ამ საქმის შესახებ, როდის ელით, დღეს უფრო გვიან ღამით, ხვალ დილით, ხვალ საღამოს, აი რა ვადებში? ვერანაირ სპეკულაციას ვერ გავაკეთებ. ვერაფერს ვერ გეტყვით, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან სწრაფად ცხელ კვალზეც იქნება გამოძიებული, თუმცა მე არა ვარ ამ შემთხვევაში ამ გამოძიებაში ჩართული, აქედან გამომდინარე სპეკულაციებს არ ექნება ჩემთან არანაირი. მადლობთ ბატონო ირაკლი, უსურვოთ წარმატებები შინაგან საქმეთა სამინისტროს. დიდი მადლობა ყველას, ყველა მოქალაქეს საქართველოში, ვინც ესე გულთან ახლოს მიიტანა ბუკა პეტრიაშვილის ეს თავდასხმა და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება. ბუნებრივია ბუკა პეტრიაშვილი იყო ჩვენი მუდმივი რესპონდენტი და ჩვენ სიმპათიით ვართ განწყობილი ამ ადამიანისადმი და ძალიან მალე გამოჯამრთლებას უსურვებთ, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს უსურვებთ რომ გამოიძიონ ეს დანაშაული.